საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კახეთის რეგიონში სადამკვირვებლო მისიის შედეგად გამოვლენილი დარღვევების საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ორგანიზაციამ კენჭისყრის დღეს სულ 22 საჩივარი დაწერა, რომელთა ძირითადი ნაწილი საარჩევნო პროცედურების და უქმების შევსებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკავშირდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო პროცესს რეგიონის 3 მუნიციპალიტეტში, თელავში, ლაგოდეხსა და საგარეჯოში აკვირდებოდა. დაწერილი საჩივრების მონიტორინგი საოლქო საარჩევნო კომისიებში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინდა თქვა, რომ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევები ჩვენს განხორციელების სადამკვირვებლო მისიის დროს არ შევხვედრია, ეს იყო პროცედურული გარკვეული დარღვევები და საარჩევნო პროცედურები მართლაც გასაკვირვად და წინა პერიოდისგან განსხვავებით კანონის დაცვით ჩატარდა. თუმცა შემდგომში თქვა თვითონ საარჩევნო ოლქებში, სადაც ჩვენ ასევე გავაგზავნეთ საარჩევნო პროცედურები და მონიტორინგი საოლქო კომისიების მუშაობაზე, როდესაც შემოვიდა შემაჯამებელი ოქმები, საკმაოდ ხშირად ჩვენს მიერ იქნა ზუსტად დაწერილი საჩივრები ოქმებთან და შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, სადაც იყო გარკვეული ბალანსის დარღვევა, გარკვეული გადასწორებები, რაც კანონის თანახმად არის დასჯადი. და ძირითადად შემდგომი საჩივრები ჩვენი ეხებოდა ზუსტად საუბნელ შემაჯამებელი ოქმების საკითხებს. იყო რაღაც შედარებითი სიტუაციები, თქვა წინა არჩევნებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც არსებობდა დარღვევები, თუნდაც ის, რომ ადამიანებს ძირითადად ჩვენ მაგალითად რაც მოხდა, თქვა, რასაც ჩვენ დავაკვირდით ფინალად კახეთის მასშტაბით, იყო ძალიან ბევრი ელემენტარული შეცდომები, თქვა, მდივანების მხრიდან ჩადენილი შეცდომები, რომლებიც სერიოზული როიტყვიან ზეგავლენა არ მოახდინა, თქვა, ამ არჩევნებზე არანაირი ფაქტიურად ზეგავლენა არ მოახდინა, მაგრამ ეს ადამიანები იქნა დაჯარიმებული 200 სილარებით. ეს მართლა ძალიან ცუდი ფაქტი არის, რომ ელემენტარულ შეცდომაზე აჯარიმებენ ადამიანს.